თუ არ მიდის სწორი სუნთქვა ცხვირით და სწორი სუნთქვა ცხვირიდან ის არის რომ უნდა ვისუნთქოთ დღეც და ღამეც დაატვირთვის დროსაც ცხვირით და არავითარ შემთხვევაში პირით. ჩასუნთქული ხაერი ცხვირიდან ამოსუნთქულ ხაერს არასდროს არ უნდა დაეტაკოს. აი მოძრაობს ესე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. როგორც კი ეს ამას ქვია ტურბულენცია. როგორც კი ჩასუნთქული და ამოსუნთქული ხაერი ერთმანეთს დაეტაკება, სუნთქვა ცხვირით ვერ ხდება. მოვლა არის ყველაზე სწორი წამალი. და არის სწორი მოწმობა. ანუ ორივე ნესტო ერთად არა. ეს წამალი არის არაჩვეულებრივი იმ თვალსაზრისით, რომ უცებ ხსნის ცხვირს. აი, როდესაც ვირუსული ინფექცია 5-7 დღის მერე არ წავა და უკვე მაინც დავიკვდკივა, სურდო გძელდება, უკვე შეცვლილი სახე, პირი როდესაც აქ ბავშვია, ქვედაყბა მიდის ქვემო, დეფორმაცია მიდის, იშლება. აი, იმდენად მნიშვნელოვანია ცხვირის სუნთქვა, რომ სახის ძვლები, მათ შორის კბილების კარიესიც კი ფიზიოლოგიური ჩავისხი და დავატენიანება. ფიზიოლოგიურ რო ჩაისხარ შპრიცით. ბავშვი არ მაწმენდინებს ცხვირს, არადა ხმაურიანად სუნთქავს. ეს ყველაფერი არის ჩვენს ირგვლივ არსებული უტენო, ანუ დაუტენიანებელი ჰაერის ბრალი, ელემენტარული. ფანჯარას რო გააღებ და კარებს, ტემპერატურა შეცვლი ოთახში. ტენიანობა არ იცვლება. აი მაგ თემაზე არის გაყოფილი ყელყურცხვირის ექიმების აზრი და პედიატრების. რასაც ქვია გუშით გამორეცხვა, წნევის ქვეშ გამორეცხვა. ბოროტო ასე ვთქვათ, ავთენტურად არის შექმნილი ცხვირისთვის. სხვა კრემებიც არის, მაგრამ ცხვირისთვის მხოლოდ ეს ერთი კრემია ჩვენ ბაზარზე. სპრეი მოედება მთელ ცხვირის სამივე სართულს, მათ შორის ღრუებში შეაღწევს. ჩვენმა ერთმა აი გურუ ოტოლარინგოლოგმა ასეთი რაღაცა თქვა, რომ ბავშვო, ფეხით სიარულს ნუ კი ასწავლითო, ცხვირით სუნთქვა ასწავლითო. ეს არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარანტია.